10-მდე მოშიმშილე პატიმარს ეკაბესელია თბილისში სასჯელ აღსრულების მერვე დაწესებულებაში შეხვდა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ციხეში დილიდან იმყოფებოდა და მსჯავრდებულებს პროკურატურასთან და სასამართლოსთან ერთად მათი საქმეების ხელახალ შესწავლას შეპირდა. პატიმრების ნაწილმა შემშილობა შეწყვიტა. ხება საკითხი ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ, რომ კაცრია სანქციები და მიდგომა შეიცვალოს, რომ მომხმარებლისა და რეალიზატორის მიმართ ერთი და იგივე მუხლი არ იყოს გამოყენებული. ჩვენ მათ დავპირდით, რომ თითოეულ ამ კონკრეტულ შემთხვევას ახლა ჩვენ გავივლით პროკურატურასთან ერთად, მათ შორის რამოდენიმე არის, სადაც სასამართლოს უკვე გამოტანილი აქვს განაჩენი და სასამართლოს ჩვენ გაუგზავნით ამ ფაქტებთან დაკავშირებით კომიტეტის მოსაზრებას. მე იმედი მაქვს, რომ ეს გარემოებები იქნება ყურადღებით შესწავლილი. პრეტენზიები არის სასჯელებთან დაკავშირებით. ჩვენ ზოგადად მიგვაჩნია, რომ სასჯელის მიზნიდან გამომდინარე უნდა იყოს სასჯელები და თუ პრაქტიკაში გამოიკეთება, რომ სასჯელები არათანაზომიერია, რა თქმა უნდა ჩვენ ამას შესაბამის რეკომენდაციებს მიმართავთ პროკურატურას და გამოვხატავთ ჩვენ პოზიციას ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ სასჯელის მიზანი არავითარ შემთხვევაში არ არის შურისძიება.